გრძობთ გამოშვებას ვინ არიან ერის მოღალატეები და ვინ ემსახურება რუსეთს. ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ დღეს საგანგებო აქცია გამართა და პოლიტიკოსების ეგრეთ წოდებული შავი სია გამოაქვეყნა. სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და იგორ გიორგაძის გვერდით არასრულ ჩამონაცვალში ზურაბ ნოღაიდელის მოხდა. ექს-პრემიერი და მოძრაობა სამართლიანი საქართველოს თავმჯდომარე, რომელიც ახლაც მოსკოვში იმყოფება, ნოღაიდელი ხვალ ედნაერ ასიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს. რას პასუხობენ ედეპეს ადრესატები და როგორ აფასებს ეგრეთ წოდებული მოღალატეების სიას ოპოზიცია და უმრავლესობა? ეკა სოსელია დეტალებით. მახარაძეები და ორჯონიკიძეები საქართველოში ყოველთვის ჩნდებოდნენ. დღესდღეობით ესეთი ადამიანი, რომელიც მას საჯარო და ღიად აცხადებს, ეს არის ზურაბ ნოღაიდელი. ეროვნულ დემოკრატების მთავარი ადრესატი ზურაბ ნოღაიდელი ახლაც მოსკოვში იმყოფება და ხვალ ედნაერ ასიასთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. შავ სიაში, რომელიც დღეს ედეპემ გამოაქვეყნა, ნოღაიდელი ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის და იგორ გიორგაძის გვერდით მოხვდა. სიაში არიან ისინიც, ვინც უარს ამბობს ნატოსი და ნეიტრალიტეტის საფარქვეშ რუსეთს ემსახურება. ორივე კატეგორიას ეროვნულ დემოკრატები მოღალატეებად მიიჩნევენ. რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ქართველები რუსეთის სამსახურში საქართველოს წინააღმდეგ. ამ სახელწოდებით დღეს ედეპემ აქციაც გამართა. საგანგებო განცხადება ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატებმა ქაშვეთის ეკლესიასთან გიორგი ჭანტურია საფლავთან წაიკითხეს და პროკლამაციები დაარიგეს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტი და უარი თქვა საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე, ის მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ უარი თქვა ჩვენს დამოუკიდებლობაზე. დღეს ეროვნულ დემოკრატების ბრალდებას ექს-პრემიერის ნაცვლად მისმა თანაგუნდელმა უპასუხა. პეტრე მამრაძე რუსეთთან თანამშრომლობას ღალატად ართulis. პირიქით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მამრაძე მათგან ელოდება, ვინც 2008 წელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა. პირიქით, ეს აუცილებელია სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ, რომ დიალოგი დავიწყოთ რუსეთთან, რუსეთზე დიალოგზე გადის უკვე ჩვენს აფხაზებთან და ჩვენს ოსებთან დიალოგის დაწყება. ბაჩუკი ქარდავას დღეს არც ის დაუმალავს, რომ მოღალატეების სიაში ერთ-ერთი კობა დავითაშვილი იგულისხმა. ადრესატმა ედეპეს ლიდერის განცხადებას არასერიოზული კომენტარით უპასუხა. ქალაქში ყოველთვის ხდნენ კოლორიტული ფიგურები, მაგალითად პლეხანოველი კიკა, დიდუბელი კოლა, ცოცხალია ჯერ კიდევ მერფადითხან საცოცხლოს სოლოლაკელი მარინა და ეხლა დაემატაავლაბრელი მიშა. როცა ბაჩუკი ქარდავას ცნობადობა მიაღწევს სოლოლაკელი მარინას ცნობადობის ნახევარს, მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ ადამიანის განცხადებაზე. ეროვნულ დემოკრატების სია დღეს ეკა ბესელიამ სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილად შეაფასა. განცხადება იმ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ასევე ცნობილი გახდა, რომ ბესელია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა პარტია სიების მონიტორინგში ერთვება. ძალიან ხშირად ერთმანეთს ემთხოვა ესეთი განცხადებები მათი და ხელისუფლების. მე მტრებს არ ვეძებ იმ რიგებში, რომელიც იბრძვის ხალხთან ერთად. სიაში არ იყო, მაგრამ ჩათვალა, რომ ბრალდება მასაც ეხებოდა. ედროს თანამოაზრის განცხადება ვალერი კვარაცხელია მათ შეაფასა. საკუთარ ოჯახში, საკუთარ პარტიაში, საკუთარ ახლობლებსა და მეგობრებში მოიკითხოს მოღალატეები. სახელმწიფო გუნდის წევრები კი დღეს იმ შედეგებზე საუბრობდნენ, რაც ქართველი პოლიტიკოსების რუსეთთან თანამშრომლობას შესაძლოა მოყვეს. დაიწყეს ეხლა ოკუპაციის მერე თანამშრომლობა, მეორე ის, რომ რუსეთი ამ თანამშრომლობის შედეგად არაფრის უკან წამღები არ არის და მესამე ის, რომ ეს თანამშრომლობა საშუალებას მიცემს მესამე და მეოთხე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ძალიან ახლო მეგობრულ ურთიერთობებში არიან, მათაც გააკეთონ იგივე და აღიარონ დამოუკიდებლობა საქართველოს განუყოფელი ნაწილების. დღეს ზურაბ ნოღაიდელი პრესასთან არ გამოჩენილა, თუმცა ცნობილია, რომ ექს-პრემიერის ვიზიტი მოსკოვში ორდღიანია და შესაბამისად დეტალებით ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.